მოგესალმებით ჩემო Facebook მეგობრებო, ჩემო გამომწერებო, ვაგრძელებ გადაცემას, უბრალოდ სიუჟეტებს, კავშირი სოფელსა და ქალაქს შორის, ანუ კავშირი სოფელში მაცხოვრებელ ადამიანებსა და ქალაქში მაცხოვრებელ ადამიანებს შორის. დღეს მე მინდა გელაპარაკოთ თამბაქოს კულტურაზე. თუ ამას თამბაქო ქვია, აი ხედავთ ალბათ ჩემს უკან არის თამბაქოს კულტურაზე, რომელიც ეს კულტურა დიდი ხანია არის ზემო აჭარაში. მე ამას თამბაქოს კულტურას კი არ დავაქმე, უფრო მონურ და საშიშ კულტურას დავაქმე, იმიტომ რომ მასში ვინც მუშაობს ის მწეველებზე უფრო მეტად მავნებელია და მეტი ზიანი მოაქვს ადამიანისათვის ვიდრე მწეველისათვის. ასე რომ მე ახლა მინდა ასეთი რაღაცა ვთქვა. მივმართო ჩემ აჭარის მოსახლეობას და არა მარტო მოსახლეობას, განსაკუთრებით მინდა მივმართო აჭარის მთავრობას, დაწყებული რაიონის ხელმძღვანელობიდან დამთავრებული აჭარის ხელმძღვანელობამდე. ახლა ვიტყვი და გამოვთქვამ ჩემს ასს. მართლაც თუ ვინმეს გული შესტკივა სოფელზე და სოფლის მეურნეობაზე, სოფელში მაცხოვრებელზე, რომელიც სოფლები ასე იცვლება, ნამდვილად ერთ-ერთ დიდ გამოსავალს მე ხედავ ერთ რაღაცაში. აი მაგალითად თამბაქოში. თამბაქოს კულტურა ეს დიდი ხანია მოდის და განსაკუთრებით კომუნისტების დროიდან. და კომუნისტების დროიდან აი დღეს რომ გადავხედოთ აჭარაში ყველგან მაღალ მთიან რაიონებში, მაღალ მიუწვდომელ რეგიონებში, სადაც ქვის სახლი, ორსართულიანი, სამსართულიანი სახლები, რომელიც აშენებული არის ამ თამბაქოს შემოსავლებით. ნებისმიერი ოჯახს მოყავდა 500-700 ტონა, 200 თამბაქო, რომელიც ბარდებოდა კილო 7 მანეთში, მაშინდელი მანეთი იყო, რომელიც ამ შემოსავლით ხალხმა ამოისუნთქა ზემო აჭარაში. ხო და მე მინდა ასეთი გულჯის ტკივილი თქვა, რომ 90-იანი წლებიდან რაც ხელისუფლება მოვიდა, რამდენი ხელისუფლებაც არ შეიცვალა, არავინ არ იზრუნა ამ კულტურაზე და ამ შემოსავალზე, რომელიც მოიტანს ნებისმიერი ოჯახისათვის დიდ შემოსავალს და ამით დაუბრუნდება მე დარწმუნებული ვარ, 98% დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც წასულია ქალაქში, მობრუნდეს და აი ამ კულტურაზე იმუშაოს. თავრობას რატომ მიმართავ? ახლა ამდენი თავრობაც გამოიარა, არც ერთმა, მათ შორის მეც ვიყავი ერთ-ერთი თავრობის და იმ ხელისუფლების წარმომადგენელი. და მაშინაც იყო ეს საუბარი, მაგრამ არც იგენმა არ იზრუნეს და არც დღევანდელი არ ზრუნავს და რა ვიცი, არც იმის წინამდებსაც არ უზრუნია ამასთან დაკავშირებით. კიდევ ვიმეორებ, თუ ვინმეს გული შესტკივა სოფელში მაცხოვრებლებზე და მათ დაცარიელებაზე, თუ მოხდება ამ თამბაქოს ყურადღების მიქცევა ყურადღებისას რას გულისხმობ? აი შეიძლება მთავრობამ ეს თავრობა აღარ არის, რომ ადრე თქვა კომუნისტების დროს იბარებდა და დოგმა ქონდა, რომ 7 მანეთში, 12 მანეთში იბარებდნენ, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია და დღევანდელი მოწყობა ხელისუფლებისა ისე არ არის, რომ სახელმწიფო უნდა მიიღოს, მაგრამ სახელმწიფო თუ არ მიიღებს, სახელმწიფომ არ შეუშალოს ხელი. მხოლოდ ეს არის ჩემი და მე მგონი ყველა მეთამბაქოეს და ყველა იმის მომხრე, რომ ეს ასეთი მოხდეს. მე გეტყვით ერთ მაგალითს. მე არ მინდა რაღაც პოპულისტურ განცხადებაზე ვისაუბრო და რაღაცა. 2 წლის უკან იყვნენ შემოსულები უცხოეთიდან, კერძოდ მე მგონი რუსეთიდან, ჩარეული იყო აქ ადგილობრივი კოკოტავრელი თუ არ ვცდები ადამიანი, რომელიც წაიღეს სინჯად ჩვენი აჭარის თამბაქო, კერძოდ ქედის და დანდალოს თამბაქო, წაიღეს, შეამოწმეს და დაინტერესდნენ ამ თამბაქოთი. ჩამოვიდნენ, გახსნეს მიმღები პუნქტები, კერძოდ იქირავეს სახლის პადონები, გამოალაგებინეს, დაალაგეს პადონები, რომ მიიღებდნენ დააწყობდნენ ზედ თამბაქოს, აიყვანეს მიმღებები, რომელიც ხარისხების მიხედვით მიიღებდა
და ბუღალტერიც და რა ვიცი, მთელი თანამშრომლები. და დაიწყეს ახლა პირველ მარტს მივიღებთ, მერე 15 მარტს მივიღებთ, მერე 1 აპრილს მივიღებთ და ასე ნელა გადაწიეს და ისე წავიდნენ და ისე გაიქცნენ აქედან. რომ კაცის შვილს აღარ უნახია. ეს რა მოხდა ახლა? ეს ბიზნესმენები, რომელიცაც დაინტერესებული იყვნენ და უნდა გაეტანათ და კილოში ნების კავით მიქონდათ თამბაქო, 25 ლარს ხდიდნენ კავ თამბაქოში. თუ ჩვენ 25 ლარს გადავხდით შრომელ ადამიანს კავ თამბაქოში კილოში, მე დარწმუნებული ვარ, სოფელში დაბრუნდება ყველა ახალგაზრდა და ყველა ახალგაზრდა იხეირებს ამით და ამით მართლაც ერთ-ერთი პრობლემა იქნება ხალხის დაბრუნებისა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ამას არავინ არ შეხედავს, მაგრამ იქნებ ვინმე ჭკუა იხმაროს და ეს სიტუაცია გულთან მიიტანოს და დაგვეხმაროს და დაეხმაროს ყველას აბსოლუტურად. კიდევ ვიმეორებ, ეს ხალხი ჩამოვიდნენ, დაინტერესებული იყვნენ, უნდა გაეტანათ, მაგრამ ჭორები დადის. ეს ჭორია თუ მართალი, მე სხვამ გახსოვდეს მე პასუხი, ვინც ამის საქმის ყურში იყო და ვინც გააქცია ეს ხალხი. ხელისუფლება თუ ვერ შეგვიწყობს ხელს და თქვათ ვერ მიიღებს, ვინც ინვესტორი რომ მოვა, ამ ინვესტორის განდევნა არ ჭირდება და იმასთან რაღაც წილების და რაღაც იმაში ჩაჯდომა არაა საჭირო. ახლა ეს რო ყოფილიყო, ხომ დარწმუნებული ვარ, რომ აქ ბევრი ადამიანი დაბრუნდებოდა და დარგავდა თამბაქოს. მე მახსოვს ერთი პერიოდი იყო, პანდემიის პერიოდი, როცა პანდემია იყო, თამბაქოს ფასმა ძალიან წამოიწია და ყველამ დამერწმუნება ყველა ახლა ვინც ამას მოისმენს, დამერწმუნება და დამეთანხმება იმაში, რომ თითქმის ამოვიდნენ სოფლიდან, სოფელში ამოვიდნენ სოფლელები, რომელიც მიტოვებული ჰქონდათ და ეკალბარში იყო გახვეული, ეს მათი კარმით დამოები. ყველამ დაკაფა და დახნა და დარგოს. დაჟე ზოგიერთებმა ამოვიდნენ, ვისაც მიწა არ ჰქონდათ, მიწები იქირავეს და მიწები და ისე დარგეს თამბაქო. და ისეთნაირი სიტუაცია შეიქმნა მერე, რომ ამ თამბაქოს ფასი დავარდა, რატომაც ეს კიდე სხვა ჭორები დადის. მე ახლა არ მინდა ვინმე რაღაც მათ პოლიტიკურ რაღაცაში ჩამithვალო. მე დადის ჭორები და თითქოს ვიღაცამ შემოიტანა თამბაქო და ამ ჩვენი თამბაქო გაებდა. აი ზუსტად ამაშია საქმე. ხელისუფლება კი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს და რაღაც მათ ჯიბეებისთვის არ უნდა ხეირობდეს. უნდა ეცდებოდეს, რომ უნდა ახიროს სოფლის მოსახლეობა. ასე რომ, მე რა ვიცი, თუ ადამიანებს, შრომელებს გადაუხდით 25 ლარს, ვინმე გადაუხდის და ამაში ხელისუფლება ხელს შეუწყობს, ეს იქნება მართლაც უნიკალური რაღაცა იქნება რა ვიცი, ხალხი მადლიერი იქნება და ხელისუფლებას უნდა იყოს მადლიერი, მაგრამ მე დიდად არ ვარ და დარწმუნებული რომ ამაში მოხდავენ, მაგრამ იქნება ვინმე გამოჩნდეს ამისთვის ვიღაც ისეთი გულისმიერი, რომელიც დააყენებს ამ საკითხს და კერძოდ უნდა დააყენოს ეს საკითხი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სხვებთან, რომ მიიღოს ესეთი გადაწყვეტილება და მოიზიდოს ინვესტორები, თუ არ ყავს, თუ არ არიან დღესდღეობით ინვესტორები, უნდა მოიზიდოს, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, კიდევ ვიმეორებ, იყო ინვესტორი და გააქციეს ინვესტორი. გააქციეს ისე რომ კაცს თვალით აღარ უნახია, ხალხს გადაუხადეს მიმღები პუნქტებისთვის საფასურები და უნდა ეწარმოებინათ, უნდა ეგზანათ ეს თამბაქო ვთქვათ რუსეთში, მაგრამ აი კიდევ ვიმეორებ, გააქციეს, თუ მე ამას უტყვი ვარ, ვიღაცამ გამოვიდეს, საპასუხო გამცეს პასუხი. საწავიდა ეს ხალხი, რატომ მიატოვა და რატომ გაიქცნენ აქედან. კიდევ ერთხელ, ჩემო ვისაც ხელმწიფებად ეს საკითხები გულთან მიიტანეთ და მე მგონი მადლიერება ეყოფა მთელი ცხოვრება, ვის ასეთ რაღაცას გააკეთებს. გამართული იქნება გლეხიც, დაბრუნდება სოფელში მოსახლეობა, კიდევ ვიმეორებ, რომ სოფელში კეთდება, უნდა თქვათ და ვაღიაროთ, კეთდება გზები, კეთდება გაზი, კეთდება წყალი, კეთდება სარწყავი არხები, კეთდება სოფლის განათებები, მაგრამ ხალხი იცლება. მოდი შევუწყობთ ხელს და ვიღაცა მართლა სახელმწიფოებრივად ქართულად ვიაზროთ, როცა ამ ხელისუფლებას აქვს პატრიოტიზმზე, ქართულზე პრეტენზია, მაშინ ესეც უნდა ვიზრნოთ და ვინმე გამომეხმაუროს და თქვათ და ჩამოვყალიბდეთ, რომ რა შეიძლება და რა არ შეიძლება. რომ ერთადერთი შემოსავლის წყარო ჩვენი ზემო აჭარისა
არის თამბაქო. კიდე ვამბობ და ვიმეორებ, რაც ახლა გავიხედოთ აგე, რაც სახლებია აშენებული, რაც ქვის სახლებია ეს ზემო აჭარაში აშენებული 90% არის თამბაქოს შემოსავლებით. და დარწმუნებული ვარ, კიდე ვიმეორებ, რომ დღესაც რომ ასეთი რაღაცა მოხდეს და ხელშეწყობა მოხდეს, რომ ვიღაცამ დაინტერესდეს და ადგილიდან წაიღოს ეს თამბაქო როგორც კავებად, ჩვენ კიდე სხვა პროცედურას გადის. კავებად ვინც წაიღებს, აი ნამდვილად მათი მადლი და ამ სოფლის მადლი და ამ მთელი სოფლის მოსახლეობის და მთელი რაიონების მოსახლეობის მათს მიიღებენ. ასე რომ გთხოვთ, ვიმსჯელოთ, ვინმეს თუ ხელეწიფებად ეს საქმე, ამ ხალას სამინისტრო არსებობს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო არსებობს, საქართველოს ამ ხალას გრანდიოზული სოფლის მეურნეობის სამინისტრო არსებობს და შევხვდეთ ხალხს, საზოგადოებას, შევხვდეთ მოსახლეობას და ნახოთ რა შეიძლება და რა არ შეიძლება. მაგალითად, ჩვენი კუთხისთვის, ჩვენი რაიონისთვის, ჩემი სოფლისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო მხოლოდ და მხოლოდ არის თამბაქო. ასე რომ მინდა რომ ამაზე გამოხმაურება გქონდეს უფრო ხელისუფლების შტოებიდან. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე და მე თამბაქოესაც, რომელიც რა პროცედურებს გადის, მე ამაზე კიდე ცალკე სიუჟეტს გავაკეთებ. შეხვედრამდე.